თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით 13 აპრილს ლუფტანზას ჯგუფში შემავალმა ედელვაისმა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. შვეიცარიული ავიაკომპანია ედელვაისი ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით 120 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქრუიშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ავიაკომპანია TAV ჯორჯიას წარმომადგენლები დაესწრნენ. საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ციურიხიდან პირველი პირდაპირი რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ედელვაისი 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ლუფტანსა ჯგუფის მფლობელობაში შედის. მივიღეთ შვეიცარიული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ედელვაისის პირველი პირდაპირი რეისი ციურიხიდან თბილისის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულ წარმატებას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროა, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ახალი ავიაკომპანია განსაკუთრებით შვეიცარიიდან ციურიხი თბილისის მიმართულებით არის უნიშნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის. ეს რა თქმა უნდა ხელშეუწყობს ჩვენს დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ხელშეუწყობს იმას, რომ საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, ანუ საკმაოდ მყიდველუნარიანი, მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის ავიაკომპანია ედელვაისთან, ისევე როგორც ავიაკომპანია EasyJet-თანაც, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით და წლევანდელი წელი შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ნამდვილად ისტორიული და რეკორდული, რადგან მათ შორის შვეიცარიასთან ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში 2 სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე როგორც ციურიხიდან და ეს რა თქმა უნდა უზრუნველყოფს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონის და სხვადასხვა წარმატებულ თანამშრომლობას. როგორც ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, კობახიძემ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. მათივე ინფორმაციით მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობაზე და მომდევნო სხდომის უახლოეს მომავალში ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გამოითქვა რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა $5 მილიარდ მიაღწევს. ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტთან ბატონ ერდოღანთან. ყველა თემა შევეხეთ, რაც დაკავშირებულია ჩვენს პარტნიორობასთან, ურთიერთობასთან. ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები, არამედ ამდვილი მეგობრული ურთიერთობები, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური კუთხით სტრატეგიულად პარტნიორობთ ერთმანეთთან. გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი, რომელიც გვაკავშირებს ერთმანეთთან, ასევე სამხრივი ფორმატიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. და ხაზი გავუსვით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც გვაქვს ძალიან მაღალი დონე ურთიერთობების, არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორხრივად დადასტურებული ინტერესი მასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტად სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორხრივი ურთიერთობა. ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. 2026 წელს კი ეკონომიკური ზრდა 5%-მდე შენელდება. აღნიშნული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების გამოცხადებამდე გაკეთდა. ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ 2 აპრილამდე არსებული ტარიფები, თუმცა ანგარიში აანალიზებს მაღალი ტარიფების შესაძლო გავლენას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე. მსოფლიოში მიმდინარე ომებსა და გაურკვევლობის ფონზე მსგავსი პროგნოზების გაკეთება უჭირს
საქართველოში. ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი თვლის, რომ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას ტრამპის ტარიფების ომი და რეგიონში მიმდინარე პროცესები მოახდენს. ADB-ის მიმოხილვის მიხედვით 2025 წელს ინფლაციის 4%-მდე გაზრდა მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად ინფლაცია ცენტრალური ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საქმის ცნობით კი გასულ თვეში ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმამდე 3.5%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ თებერვალში მაგალითად წლიური ინფლაცია 2.4%, იანვარში კი 2% იყო. ბოლო 2 წელში ძალიან დაბალი ინფლაცია ჰქონდა ბევრი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ 3%-იან სამიზნე ნიშნულზე შენარჩუნდეს, მაგას ეხმარება ნავთობზე ფასების შემცირება, ანუ ნავთობი რომ არ გაიაფებულიყო, უფრო მაღალი იქნებოდა. შემდეგ თვეებშიც ალბათ გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გვაქვს, კატასტროფულ ზრდას არ ველით, ალბათ იქნება 4%-ის ფარგლებში, მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. 2025 წლის მარტის მონაცემებით თითქმის 1.900.000 საქართველოს მოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი, მაინც იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი. ამასთან ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. ეს მონაცემები საზოგადოება და ბანკების კრედიტინფოს ანალიტიკურ მიმოხილვაზე დაყრდნობით ვრცელდება. აღნიშნული მონაცემებით დაახლოებით 370.000 ადამიანი ვერ იხდის სესხს, ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ ერთი პრობლემური კრედიტი მაინც. ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში. გიორგი კეპულაძის თქმით, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელში დიდი ნაწილი არასაბანკო სუბიექტებზე, მათ შორის ლომბარდებზე მოდის. მისივე განმარტებით ყველაზე პრობლემური არის მცირე სესხები, კერძოდ 200 ლარამდე ოდენობის სესხები, როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორში. ადამიანებს იმდენად უჭირთ, რომ თვიდან თვემდე თავის გასატანად სჭირდებათ სესხი. ეს შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველიც, დასცინა გიორგი კეპულაძემ. გლობალური სატარიფო ომი შესაძლოა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს მეტ შესაძლებლობას მისცემდეს. ამის შესახებ Costco Shipping Line-ში აცხადებენ. როგორც კომპანიის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა საქმის კურსის ეთერში განაცხადა, დაწყებული მაღალი საიმპორტო ტარიფების ფონზე მოლოდინია, რომ ამერიკა და ჩინეთი ვაჭრობისთვის ალტერნატიული ბაზრების ძიებას დაიწყებენ, რაც მათ შორის შესაძლოა კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონი იყოს. გივი ჩაჩანიძე მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის მეტი ტვირთვის მოზიდვის შესაძლებლობა ჩნდება. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამერიკამ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 155%-მდე გაზარდა. კერძოდ ტრამპის მიერ დაწესებული 125%-იანი ტარიფი მანამდე არსებულ 20%-იან გადასახადს დაემატა. ჩინეთმა კი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ ტარიფების საწინააღმდეგოდ ამერიკიდან იმპორტზე გადასახადი 84-დან 125%-მდე გაზარდა. კერძო სექტორის ჩართულობის კონსულტანტ ნათია კაციაშვილის განმარტებით ოცნების მთავრობის მიერ დაანონსებული გრანტების ახალი კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეეხება. ვინაიდან გრანტის მიღების შესაძლოა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მაგალითად რიგითი ფერმერი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგალითად უნივერსიტეტი. შესაბამისად ის არაერთ რიგით მოქალაქესაც შეიძლება შეეხოს. მისივე თქმით, მოქალაქეების ნაწილი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები დაანონსებულ ცვლილებებს ისე უყურებენ, თითქოს ეს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემაა, რადგან აქცენტირებულად პროპაგანდისტული არხები ამ ცვლილებებს სწორედ ამ კუთხით აღშუქებენ. ნათია კაციაშვილის თქმით, ძალიან საყურადღებო და აბსურდულია თავად ეს მექანიზმი, რომელიც ჩადებულია გრანტების შესახებ კანონის ცვლილებაში. მისივე თქმით, გრანტების შესახებ მოქმედი კანონით ისედაც არის დეტალურად გაწერილი საგრანტო ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, დონორი და გრანტის მიღები, ხელშეკრულების შინაარსი, რაც მოიაზრებს გრანტის მიზანს, მიმართულებებს, რა ვადაში და რა თანხა იხარჯება. ასევე მოთხოვნებს, რომელსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს, თავის მხრივ დონორებსაც დეტალურად აქვთ გაწერილი გრანტის გაცემის წესები. სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. კერძოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონჭალა მარნეული გუგუთის საავტომობილო გზის 75, 50, 90 და 150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მდინარე ხევის წყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 10 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.511.545 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად წინადადებები მიღება მიმდინარე წლის 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული, გამარჯვებულ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად მიეცემა 14 თვიანი ვადა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობით დავალების მიღებიდან აითვლება. 2024 წელს ქვეყანაში წარმოებულია 253.600 ტონა ხილი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.2%-ით აღემატება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მემცენარეობის 2024 წლის წინასწარი მონაცემებით ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით ასევეა: თესლოვანი ხილი 89 ტონაზე მეტი, კურკოვანი ხილი 77.000 ტონა, თესლოვანი ხილი 99.000 ტონაზე მეტი, კურკოვანი ხილი 77.000 ტონაზე მეტი, კაკლოვანი ხილი 52.000 ტონა, სუბტროპიკული ხილი თითქმის 17.000 ტონა, კენკროვალი ხილი თითქმის 8.000 ტონა.
მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები შეხვდნენ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ექსტენსიის ცენტრ აგროსახლში. გამართულ შეხვედრაზე მეფუტკრეობაში არსებულ გამოწვევებზე და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანმა და სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ღვინჯილიამ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებსა და კვლევის მეთოდებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილების გზებზეც იმსჯელეს. 2024 წელს ციტრუსის წარმოება შემცირდა. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში გასულ წელს ჯამში 55400 ტონა ციტრუსი იწარმოა, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა 2023 წლის მაჩვენებელზე. თუმცა 2024 წლის მაჩვენებელზე ოდნავ მეტია. 2022 წლის მონაცემებზე, როდესაც ქვეყანაში ჯამში 53100 ტონა ციტრუსი აწარმოეს. გასულ წელს შემცირებული წარმოების პარალელურად მცირდება ციტრუსის ექსპორტიც. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში $3,200,000 ღირებულების 5000-მდე ტონა ციტრუსი გავიტანეთ ქვეყნიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $9,600,000 იყო და თითქმის 16000 ტონას შეადგენდა. რაც შეეხება წლიურ საექსპორტო მონაცემებს, ამ კუთხით 2024 წელს ზრდა გვაქვს, თუმცა უმნიშვნელო. კერძოდ გასულ წელს ჯამში საქართველოდან $34,900,000 ღირებულების 58000 ტონამდე ციტრუსი გავიდა. 2023 წელს კი $408,800 ღირებულების 53500 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ტრადიციულად პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, მას კი სომხეთი მოყვება. ტექნოლოგიურმა სტარტაპმა კოვზიმ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, პროფილი შეიცვალა და კვების ობიექტების ელექტრონული კომერციის ნაცვლად რესტორნის მართვის სრულ ციფრულ სისტემას თავაზობს. ამის შესახებ BMG Drive-ის ეთერში კოვზის დამფუძნებელმა ალექსანდრე ცინცაძემ ისაუბრა. BMG TV-ის ეთერში საუბრისას ცინცაძე აღნიშნავს, რომ მომსახურება, რომელსაც სტარტაპი რესტორნებს თავაზობს, აღარ ითვლება ფუფუნებად და ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ რესტორანმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს. დამფუძნებელი კოვზის განვითარების სტრატეგიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტარტაპი არსებული მომხმარებლების უკავშირის გათვალისწინებით ახალ პროდუქტს ქმნის. მისივე თქმით, დანერგვის დროს ერთი დღეა, როდესაც რესტორანში აქვს სრული ციფრული ეკოსისტემა და ერთებული აქვს საკუთარი საკურიერო სისტემები და QR მენიუ, ასევე საკუთარი ვებსაიტი, საიდანაც პირდაპირ იღებს შეკვეთებს საკომისიოს გარეშე. მათივე ინფორმაციით სტატისტიკის თანახმად იმ რესტორნების 98%, რომლებიც არ გაციფრულდნენ, ერთ წელიწადში დაიხურნენ. ადრე დაგეგმილი და დაჯავშნილი ჯგუფების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხშირია გაუქმებები. ამის შესახებ სასტუმროების მმართველი კომპანია Hotel Collection International-ის რეგიონულმა დირექტორმა ქეთევან მიკაშავიძემ BMG-თან ინტერვიუში სექტორში არსებული ტენდენციების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის სასტუმროს ბაზარი ამ ეტაპზე ცვლილებებს განიცდის. შეცვლილია ტურისტული სეგმენტი, რაც სასტუმრო სფეროს აიძულებს უფრო მოქნილი იყოს და ახალ რეალობაზე სწრაფად გადაეწყოს. მისივე განმარტებით შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე ბაზრის ეფექტური ანალიზი და ადაპტაციის უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სასტუმროს მართვაში. მიკაშავიძე აცხადებს, რომ პარალელურად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ღონისძიებების სეგმენტია, სადაც მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული. ეს კი პირდაპირ აისახება არა მხოლოდ ნომრების, არამედ რესტორნებისა და სხვა დამატებითი მომსახურების დატვირთვაზეც. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე, მარკეტებში თაფლის ხარისხის კონტროლი უნდა გახშირდეს, ხოლო ტურისტულ მარშრუტებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებად უნდა იყოს თაფლის შემოწმება. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ BMG TV-ის გადაცემა რედაქტორში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებული თაფლი დღეისთვის ყველაზე სუფთაა, თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად დარგი პროდუქტის სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებისა და ფალსიფიცირების გამოწვევების წინაშე ისევ დგას. შესაბამისად, ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რატომ დაწესდა იმპორტირებულ შაქარზე გადასახადი 1 წლით. როგორც უწყება BMG-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, მიზანი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. სამინისტროს განმარტებითვე გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაიწყო. ბოლო თვეებში ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში შაქრის იმპორტი საერთაშორისო საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად განხორციელდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნა და შაქრის ადგილობრივი წარმოება დააზარალა. შედეგად ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და იქ დასაქმებული 500-მდე ადგილობრივი მოსახლე სამუშაოსა და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. შაქრის იმპორტზე მომსახურების საფასურის დროებითი დაწესება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის ფასის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. ამასთან საწარმოს ადმინისტრაციას მისცემს შესაძლებლობას განაახლოს ქარხნის მუშაობა. აწარმოოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქცია და რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია 500-მდე დასაქმებული შეძლებს სამუშაო ადგილები დაიბრუნოს. ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ BMG-თვის გამოგზავნილ პასუხში.
წელს საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი შემცირდა. კერძოდ საქსტატის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-თებერვალში $16,700,000 ღირებულების ფეხსაცმელი ვიყიდეთ, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით $3 მილიონი ჩამორჩება. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2024 წელს რეკორდი დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში ჯამურად $121,100,000 ღირებულების ფეხსაცმელი შემოვიდანით. 2023 წელს კი $116 მილიონი ღირებულების, ხოლო 2022 წელს $98 მილიონი. ფეხსაცმელი ყველაზე დიდი რაოდენობით გასულ წელს ჩინეთიდან შემოვიდანით, მას მოჰყვება თურქეთი და იტალია.